სამი ვაკანტური რაიონი და შუალედური არჩევნები, რომელიც 30 მაისს ადგილობრივ არჩევნებთან ერთად გაიმართება. მარათონი გახსნილია კანდიდატებს 5 პარტია წარადგენს. ვინ შეეცდება ჩუღურეთში, გურჯაანსა და ოზურგეთში ხმების მოპოვებას და ვინ იქნებიან მართველი პარტიის კანდიდატები. თამთა სანიკიძე ამბობთ. ჩუღურეთი, გურჯაანი და ოზურგეთი სამი ვაკანტური რაიონის დასაკავებლად 30 მაისს შუალედური საპარლამენტო არჩევნებით ტარდება. მარათონში 5 პარტია ერთვება, ნაწილმა კანდიდატები უკვე შეარჩია. ის სპორტსმენია, თუმცა ახლა პარლამენტარობა გადაწყვიტა. საბრძოლო ხელოვნებისა და კონფედერაციის პრეზიდენტი კარატისტი კახა ბასილია არჩევნებში ქრისტიან დემოკრატების სახარით მონაწილეობს. ჩუღურეთის მკვიდრი კენჭს საკუთარ რაიონში იყრის. სპორტში 30 წლიანი სტაჟი აქვს და ფიქრობს, რომ მიღებული გამოცდილება გამარჯვებაში დაეხმარება. როცა იცი შენი თავი, როცა იცი მოწინააღმდეგე, ნებისმიერი ორთაბრძოლის შემთხვევაში რამდენჯერაც არ უნდა მოხდეს შეტაკება, ყოველთვის გაიმარჯვებ შენ. ჩემი უბანი, ჩემი რაიონი იქნება ასეთი სამაგალითო, რისი გაკეთება შეიძლება მთელ ქალაქში, რისი გაკეთება შეიძლება მთელ ქვეყანაში. ჩუღურეთისგან განსხვავებით ქრისტიან დემოკრატებს კანდიდატები ჯერ ისევ არ შეურჩევიათ ოზურგეთსა და გურჯაანში. სამაგიეროდ სამივე რაიონში არჩევანი უკვე გააკეთა გია თორთლაძის პარტიამ. ჩუღურეთში ბასილიას სოზარ სუბარის ყოფილი თანაგუნდელი, პროფესიით იურისტი ლანა გალდავა დაუპირისპირდება. კახა ბასილიას ურჩევ დარჩეს კარატეში, სადაც იქ თავის საქმიანობას ნამდვილად კარგად ასრულებს და მე ალბათ უკეთესი ვიქნები საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. თორთლაძის პარტიის სახელით ოზურგეთში დეპუტატობისთვის იზა ორჯონიკიძის შვილი პუბლიცისტი და მხატვარი მაია ორჯონიკიძე იბრძოლებს. გურჯაანში კი ამომრჩევლების გულების მოგებას ქირურგი ონკოლოგი ლევან ჩოლოყაშვილი შეეცდება. ის მაყურებელმა პირველად ფილმ მზე შემოდგომიდან გაიცნო, სადაც მედია ჩახავასა და ოთარ მეღუნეთუხუცესის შვილს ასახიერებს. ჩემი პრინციპია საერთოდ თუ მოვკიდებ ხელს, ის უნდა გავაკეთო კარგად, არ სულ თუ არა და საერთოდ არ შევეხები ამა თუ იმ თემას და იქ მივდივარ და ამ საქმეში ვარ ჩართული იმისთვის, რომ გამარჯვებას ვაპირებ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კონკრეტული ადამიანების ნდობა მოვიპოვოთ და ყველაფერი ესე წარიმართოს არჩევნების პროცესში, როგორც ეს ეკადრება ჩვენს პარტიას. შუალედურ არჩევნებში ზურაბ ნოღაიდელის პარტიაც მონაწილეობს, თუმცა ექს-პრემიერი კანდიდატების ვინაობას ჯერ არ ახმაურებს. კონსულტაციების პროცესში არიან ეროვნულ დემოკრატებიც. ბაჩუკი ქარდავა არ გამორიცხავს, რომ კანდიდატი მხოლოდ ოზურგეთში დააყენოს. ოზურგეთში ერთ რაიონებში ნოღაიდელი სერიოზულად ემზადება არჩევნებისთვის და ჩვენთვის პრინციპული იქნება მისი კანდიდატი და მისი დამარცხება საპარლამენტო არჩევნებში, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იქნება პრინციპების ბრძოლა. რუსული პოლიტიკა უჭერს ქართული საზოგადოება თუ დასავლურს. პრაქტიკულად ყველა ოლქში რამოდენიმე კანდიდატია და არ გამოურიცხავ, რომ აი ამ არჩევნებშიც პრაიმერი დაგვჭირდეს. წინასწარი ინფორმაციით სამივე რაიონში კანდიდატები ეყოლება მმართველ პარტიასაც. კონკრეტულ გვარებს ხელისუფლება კონსულტაციების დასრულების შემდეგ დაასახელებს. კონსულტაციების ძირითადი ნაწილი შეიძლება ითქვას, რომ დასრულებულია, ახლა ვართ უკვე საბოლოო შეთანხმებების ფაზაში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვეყოლება ყველა გამოკლებულ ოლქში ჩვენი კანდიდატურა, ჩვენ კანდიდატებს გამარჯვების ძალიან სერიოზული შანსებიც აქვთ, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულად ამ პიროვნებებს, მათ სახელებს და გვარებს, მაინც თავ შევიკავებდი, ვიდრე ისინი ოფიციალურად არ იქნებიან დამტკიცებული. სამი რაიონი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ჩუღურეთის ყოფილი მაჟორიტარი ლაშა ჟვანია პარლამენტიდან წავიდა. გურჯაანის მაჟორიტარი გიორგი ღვინიაშვილი კახეთის გუბერნატორად დანიშნეს. ოზურგეთში გამარჯვებული ანზორ ერქომაიშვილი კი ისევ ხელოვნებას დაუბრუნდა.